მოგესალმებით. შაბათს 16 საათზე იმედის ეთერშია იმუნიტეტი. ჩვენ კი, როგორც ყოველთვის, მისი წამყვანები, ექიმები ნინო ნადირაძე და გიორგი ჩიჩუა ვართ. დღეს გადაცემაში თავის ტვინის პათოლოგიების რადიოქირურგიული მეთოდით მკურნალობაზე ვისაუბრებთ. ავერსის კლინიკაში პირველად რეგიონში დაინერგა ნეიროქირურგიული დაავადებების რადიოლოგიური მკურნალობა უახლესი თაობის დანადგარით. გამა ნაიბ ესპრიტით. ეს არის თავის ტვინის სიმსივნეების სამკურნალო ყველაზე თანამედროვე, ზუსტი, უსაფრთხო და ნინა შენ წარმოიდგინე, რაც თავარია არაინვაზიური პროცედურა, რომლის ჩასატარებლადაც საქართველოს მოსახლეობას საზღვარგარეთ უწევდა წასვლა. ძალიან მაგარი სიახლეა, გიორგი და ასევე დღეს ვისაუბრებთ რა გავლენას ახდენს ანტიბიოტიკის მოხმარება ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. წლის ამ პერიოდში განსაკუთრებით მატულობს ზემო სასუნთქი გზების ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, იზრდება ავადობის სიხშირე და შესაბამისად სხვადასხვა ტიპის მედიკამენტების მოხმარებაც, მათ შორისაა ანტიბიოტიკებიც. დღევანდელი გადაცემიდან გაიგებთ, როგორ გავხადოთ ანტიბიოტიკოთერაპია უსაფრთხო. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენი სასაუბრო თემებია. გამა ნაიფის უპირატესობები ტრადიციულ ქირურგიულ მეთოდებთან შედარებით. გამა ნაიფით მკურნალობისთვის მოსამზადებელი ეტაპები. გამა ნაიფით მკურნალობის შედეგები. ანტიბიოტიკოთერაპიით გამოწვეული დიარეის პროფილაქტიკა. ნაწლავური მიკრობიოტა და მისი ფუნქცია ორგანიზმისთვის. ანტიბიოტიკოთერაპიით გამოწვეული დიარეის მკურნალობა პრობიოტიკებით. და ამ თემებზე სასაუბროთ მოვიწვიეთ ნეიროქირურგი ბატონი ლაშა ბაქრაძე, ავერსის კლინიკის ნეიროქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი. შემონათვალი საკმაოდ დიდი არის. დავიწყოთ კეთილთვისებიანი სიმსივნეები თავის ტვინის. ქალბატონი ეკა ყიფიანი, ივანე ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი. ანტიბიოტიკი კლავს არა მხოლოდ იმ ვერაგ ბაქტერიას, არამედ ის კლავს მეგობარ ბაქტერიებს. ქალბატონი თამარ ნანობაშვილი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი. მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ როგორ ავარჩიოთ სწორად. და ნინა ჩვენს მაყურებელს შევახსენოთ ჩვენი სპონსორების შესახებ. გადაცემის სპონსორია GM Pharma. ის წარმოადგენს საერთაშორისო მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებს და საქართველოს GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharma ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. და აქვე ნინა კითხავ, დღეში რამდენ წყალს მიირთმევ? მინიმუმ ლიტრა ნახევარს. ეს თუ ზამთარია, ზაფხულში გაცილებით მეტი. და თუ გინდათ რომ იცხოვროთ სრულყოფილად, აუცილებლად უნდა დალიოთ წყალი მთის. წყალი მთის მათვისაა, ვისი ცხოვრებაც სავსეა ენერგიით. წყალი მთის შეიცავს 0% ბრომაც. ასევე შეგახსენებთ, რომ ყველა სასიცოცხლო პროცესი წყალთან არის კავშირში. იცხოვრე სრულყოფილად. თუ სრულყოფილად ცხოვრობ, მაშინ წყალი მთის შენთვისაა. გახსოვდეთ, რომ წყალი მთის არ შეიცავს ბრომაც. წყალი არის აუცილებელი რესურსი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლისთვის. არ მგონია საჭირო იყოს იმის ახსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წყალი გადარჩენისთვის და ჯანსაღი ცხოვრებისთვის. ამისთვის დღეში რეკომენდებულია 2 ლიტრი წყალი. და ჩვენი გადაცემის პარტნიორია ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. კატარაქტის მკურნალობაში ოფთალმიჯი იყენებს მხოლოდ ამერიკული კომპანია ალკონის პრემიუმ ხარისხის და ძვირადღირებულ ბროლებს. კლინიკის გადაწყვეტილებით ალკონის ბროლები გამოიყენება საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში პაციენტებისთვის დამატებითი გადასახადის გარეშე. ახლა კი ნინა, მოდი მოვიწვიოთ ჩვენი პირველი სტუმარი. ბატონი ლაშა ბაქრაძე, ავერსის კლინიკის ნეიროქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი, ნეიროქირურგი. ბატონო ლაშა, გთხოვთ. მოგესალმებით. ბატონო, გთხოვთ. ბატონო ლაშა, სანამ დავიწყებთ ძალიან საინტერესო თემაზე საუბარს და საერთოდ ზოგადად საქართველოში სიახლეზე, მინდა შემოგთავაზოთ წყალი. გთხოვთ. დიდი მადლობა. ბატონო ლაშა, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან საინტერესო თემაზე. ეს არის თავის ტვინის პათოლოგიების მკურნალობა სულ
უახლესი ინოვაციური მეთოდით, რომელსაც ქვია გამა ნაიფ, ანუ გამა დანა. კი ბატონო, დიახ, გამა დანა. გადავთარგმნოთ ქართულ ენაზე, ჩვენი მაყურებლისთვის უფრო გასაგები რო იყოს. რა არის ეს ინოვაცია? რას წარმოადგენს გამა ნაიფი, ანუ გამა დანა? კი ბატონო, სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე საუბარი ძალიან დიდი ხანი შეიძლება ჩვენ შეზღუდული ვარ დროში და ძალიან მოკლედ ვიტყვი გასაგებად რო აუხსნა ყველაფერს. ეს არის რადიოქირურგიული მკურნალობის მეთოდი, თუმცა რადიკალურად განსხვავებულია სხვა ანალოგიური ტიპის აპარატებისგან. კერძოდ, გამა ნაიფით არ ხდება თავის ტვინის დაზიანება, რაც სხვა აპარატებში მაინც საკმაოდ მაღალი არის და განსხვავება რა არის? ესე იგი, სხვა რადიოქირურგიულ მკურნალობაში გამოიყენება ერთი სხივი, რომელიც გადის როგორც სამიზნეს, ასევე ტვინის ქსოვილსაც. აქ კი წარმოდგენილია 192 ძალიან მცირე დოზის სხივი და მათი გადაკვეთის წერტილი არის, ანუ მაქსიმალური კონცენტრაცია მიემართება სწორედ ამ ჩვენს მიერ შერჩეულ ობიექტზე. ანუ ძალიან მარტივიანით რო ვთქვა, აი მარტივიანით უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენი მაყურებელი ითხოვს ზუსტად აი მარტივიანას, ყველა ექიმი არ გვიყურებს. კი ბატონო, აი კონცენტრაცია, ფოკუსირება ხდება მხოლოდ იქ, სადაც არის ჩვენთვის მიზანი. და ეს საშუალებას გაძლევს, რომ ანუ მხოლოდ შენი მიზანი დააზიანო და არა სხვა რამე. მიზნის დაფიქსირება როგორ ხდება? ეს არის ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელზე ძალიან დიდი დრო და მუშაობა არის ჩადებული თვითონ კომპანიის მიერ, მხოლოდ ერთი კომპანია უშევს მთელ სოფლიოში. ჩვენ ვართ ბედნიერები, რომ ეს აპარატი შევიძინეთ. ჩემი პირველი შეხება 2007 წელს იყო ამ აპარატის სამი თაობის წინა მოდელთან და უცხოეთში როცა დავდიოდი კლინიკაში, იქ საოპერაციო დრო როგორც კი მქონდა, პირდაპირ გავმოდი ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია რეალურად დღესდღეობით საქართველოს. ჩვენი არის სუბოლო მოდელი, ევროპაში იყო მეხუთე, მსოფლიოში მერვე. და დღეს მაგალითად ნებისმიერ სურვილს რო გაუჩნდეს შეძენის სურვილი რო გაუჩნდეს დაახლოებით 2 წლიანი waiting list-ი არის. წარმოიდგინეთ იმდენად ძვირადღირებული ტექნოლოგია, რომ მთელს აფრიკის კონტინენტზე სულ 5 აპარატი არის. და ჩვენ ძალიან დიდი ფუფუნება, დიდი რაოდენობით პაციენტები მიდიოდნენ საქართველოსდან და გაცილებით დითანხას იხდიდნენ, ვიდრე თქვათ ეს შეუძლეთ უკვე საქართველოში ჩაიტარონ. მაშინ აქვე გითხავთ, ვისთვის არის განკუთვნილი ეს მკურნალობის ეს მეთოდი? ესე იგი, თავის ტვინის დაავადებების ჩამონათვალი საკმაოდ დიდი არის. დავიწყოთ კეთილთვისებიანი სიფსივნეები თავის ტვინის. ამ აპარატმა საშუალება მოგცა, რომ უმკურნალოთ მენინგიომები, ადენომები, კრანიოფარინგიომები, სვენის ნევრინომები, რომელზეც ფაქტურად უკვე ამ ტიპის წარმონაქმნებზე უცხოეთში, უფრო განვითარებულ ქვეყნებში ფაქტურად ოპერაციების ძალიან დიდი ნაწილი აღარ კეთდება და გამა ნაიფად ჩაანაცვლა ეს ყველაფერი. ჩამოთვალეთ ახლა თავის ტვინისა და მისი გარსების, როგორც ვიდეო, ასევე მაგარი გარსების სიმსივნეები და ასევე ნევრინომები ჩამოთვალეთ. აქვს თუ არა მნიშვნელობა ზომას. როდის აღმოჩნდა, თუ რა სტადიაზე შეიძლება აი ამ აპარატის გამოყენება? აი თქვათ საწყისში, სანამ ეს კეთილთვისებიან სიმსივნეებზე ვსაუბრობ, სანამ პატარა ზომა აქვს სიმსივნეს, მაშინ უნდა მოგმართონ. თუ აი, როდესაც უკვე რაღაცა დიდია ეს მოცულობითი წარმონაქმნი და ხდება ვთქვათ მეტი მოცულობის დაკავება თავის არეში. ძალიან კარგი კითხვა. რეალურად მთელი მსოფლიო გადავიდა ესეთ პრინციპებზე, რომ სანამ დაზიანდება, მანამდე უნდა მოარჩინო, რომ არ დაგიზიანდეს. ხო და არა იმიტომ, რომ დაზიანდება და მე მოვიდე შენთან. შესაბამისად, დიაგნოსტირების რაღაც უფრო მაღალი სტანდარტი უნდა იყოს და უფრო ადრეული გამოვლენა. საბედნიეროდ ჩვენთან უკვე საკმაოდ მაღლა არის ეს და ადრე ხდება უკვე გამოვლინება, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანი არის დაუბრუნდი საქართველოში და ადრე თუ მოდიოდა ძალიან ბევრი გიგანტური სიმსივნეები, ხა ეს რაოდენობა უკვე შემცირებული, იმიტომ რომ დიაგნოსტირება ადრეულ ეტაპზე ხდება. რაც შეეხება როდის უნდა გაკეთდეს. ეს კონკრეტული სიმსივნიდან გამომდინარე ხდება, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად ხდება ამ საკითხის გადაწყვეტა, თუმცა თუ კი არის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, თავის ტვინზე ზეწოლის სიმპტომატიკა გამოხატული, მაგ შემთხვევაში ალბათ ქირურგიული ოპერაციაა ღია წესით, დიახ. თუმცა დღესდღეობით აი მაგალითად დიდი სიმსივნეების თუ კი ჩაზრდილია მნიშვნელოვან ასე ვთქვათ ფუნქციურ ზონებში ხდება მხოლოდ დებალკინგი, ანუ შემცირება ზომებში, რისკის შემცირება და მერე გაშვება ისევ გამა ნაიფზე. მაგალითად ამის ნათელი მაგალითი იყო ჩემთვის პირველად საფრანგეთში როცა ვნახე ვთქვათ ჰიპოფიზის გიგანტური ადენომა შეამცირეს და მძინარე პაციენტი პირდაპირ წაიყვანეს გამა ნაიფზე. ნუ ეს ფანტასტიკური ის არის ეფექტურობა ძალიან მაღალი 98%-მდე ადის გამა ნაიფის ეფექტურობა. ბატონო ლაშა, მე გავაგზავნებ ნინას კითხვას. ოღონდ
შევეხები ავთვისებიან სიმსივნეებს და ამ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მეტასტაზებს, როგორ ხდება გავრცელება? მე ვიცი, რომ ერთ-ერთი ჩვენება არის მეტასტაზური დაავადების მკურნალობა. არის кейს რეპორტები უკვე, სადაც 100 მეტასტაზის შემთხვევაში ადამიანს უხანგრძლივი 3-4 წელი სიცოცხლის ხანგრძლივობა, ასე ვთქვათ, მატულობს. მაგრამ აქ ასევე მნიშვნელოვანი რა არის? quality of life, ანუ სიცოცხლის ხარისხი, ხო? გაიკეთა მკურნალობა, გააგრძელა ცხოვრება, ჩაიტარა მკურნალობა, გააგრძელა ცხოვრება. სწორედ ეს არის გამანაიფის უპირატესობა, რომ რამდენჯერაც გინდა იქნება საჭიროება, იმდენჯერ შეგიძლია უმკურნალო პაციენტს. ლიმიტი რაოდენობას არ აქვს. თუ რა თქმა უნდა აქ არის, ანუ ძირითადად როგორც წესია პაციენტების, ასე ვთქვათ, გართულებები დაკავშირებული არა თავის ტვინით და გამანაიფის მკურნალობას, არამედ სხვა სომატურ პრობლემებს. რამე სპეციფიური მომზადება ხომ არ ჭირდება ასეთ პაციენტს, თქვათ ტრადიციულ ქირურგიულ ჩარევასთან შედარებით? მთელი უპირატესობა, მთელი ასე ვთქვათ, ხიბლი ამ მეთოდის არის, რომ არც მომზადება ჭირდება განსაკუთრებული. და თავარი რა არის, რომ არანაირი გართულება ამას არ აქვს. დაახლოებით რა პერიოდი გრძელდება საოპერაციოში დაყოვნება, თავიდან ბოლომდე და საჭიროებს თუ არა პაციენტი ჰოსპიტალიზაციას და თუ საჭიროებს რამდენი ხნით? მკურნალობის ხანგრძლივობა შესაძლებელი თუ ამ პროცედურას ოპერაციას ვერ დავარქვით ამას. დამოკიდებულია დაავადებაზე და შესაძლებელია, ვთქვათ, ყველაზე მოკლე დრო რაც კონდეს იყო 8 წუთი, სმენის ნევრინომაზე მცირე ზომის და ხანგრძლივობა ყველაზე მეტი რაც კონე იყო 1 საათი. თავის ტვინის მრავლობითი მეტასტაზები იყო ამ შემთხვევაში. ბევრი წერტილი ჰქონდა დასასხივებელი. რაც შეეხება პოსტპროცედურულ ასე ვთქვათ პერიოდს, ესეც ინდივიდუალურია, ზოგს მაშინვე წასულა, ზოგს დაუსვენია თქვათ 1.5 საათი, 1 საათი და არანაირი შეზღუდვა. რეკომენდაცია რომ ის დღე მაინც იყოს სახში ემოციური ფონი უფრო დიდია ხოლმე ვიდრე სხვა. ბატონაშა, ზოგადი გაუთკივარება თუ ადგილობრივი? ადგილობრივი აქ არანაირი ზოგად გაუთკივარებაზე არ არის საუბარი. ერთადერთი ზოგადი გაუთკივარება შესაძლებელია დაგვჭირდეს მხოლოდ ბავშვთა ასაკში. რაბინე და ბავშვი არ გაგიჩერდება ისე და დიახ, იმიტომ თავის ფიქსაცია აქვს საჭირო, რომელიც საკმაოდ მარტივია და არ თკინეული არ არის, მაგრამ ფსიქოლოგიურად ბავშვების უფრო რთული არის ეს. რახან საუბარი არის იმაზე, რომ ასეთი მაღალ ტექნოლოგიური ჩარევის საშუალება გაჩნდა, ცვლის თუ არა ეს თავის ტვინის პათოლოგიების სკრინინგის რადმი მიდგომას. ანუ რაც უფრო მალე აღმოჩნდება, რაც უფრო მცირე ზომის არის ესა თუ ის პათოლოგიური წარმონაქმნი თავის, მოდი თავის ტვინს ნუ დავარქვი, იმიტომ რომ იქ გარსებზეც არის ხო საუბარი. თავის კვლევა უფრო ხშირად ხომ არ გახდება, რომ აი წელიწადში ერთხელ ან 2 წელიწადში ერთხელ მაინც გაიკეთოს ადამიანმა თავის MRI კვლევა. საერთოდ რეკომენდაციის სახით მე რაც შემხედრია, სიმართლე გითხრათ, ეს არის 4 წელიწადი, რომ რაღაც პერიოდულობით 4-5 წელიწადში ერთხელ მაინც ხდებოდეს სკრინინგი, უბრალოდ შენი დაწყნარების მიზნით. რა თქმა უნდა, საუბედუროდ ეს არ არის ის გარანტია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა, ბევრ რაღაცას წინაც არ აღმოაჩენ და შეგვიძლია, ასე ვთქვათ, თავის დროზე უმკურნალო ამ ყველაფერს. ჩვენი მოქალაქეების ცნობადობა ამ კუთხით გიორგი თანხმე ძალიან აიწია. უკვე ეს მაღალ ტექნოლოგიურ კვლევებს შეიძლება არც არის ამის საჭიროება და ექიმის დანიშნულების გარეშეც კი მიმართავენ და იკეთებენ აი ამ თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიულ კვლევას, მაგნიტურ რეზონანსულ გამოკვლევას. ერთი მხრივ კი არ არის საჭირო, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე გავსი ტიპის კვლევები ჩაიტარო, თუმცა ძალიან ბევრი ფარული პროცესი ამოვარდა აი ამ რუტინული კვლევების დროს. კი ბატონო, ქონია ჩვენ მაგათ შემთხვევა, რომ ეხლა ჩვენი მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია საშუალებას ეძლევა, თქვათ კისრის სეგმენტის თავის მიმოხილვას გაკეთდეს, რა და ყოფილა რომ კისრის თქვათ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის შემთხვევით გვიპოვია თავის ტვინის რაღაც სიმსივნე, რომელსაც აუცილებლად ჩარევა დასჭირვებია. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორი არის სტატისტიკა, მკურნალობის შედეგი. აი როგორ არის, თქვათ ტრადიციული ქირურგიული ჩარევა და არაინვაზიური ჩარევის შედეგი. ესე იგი, ჩვენი სტატისტიკა ჯერ ადრეა საქართველოს, იმიტომ რომ სულ 2 თვე არის, რაც დავიწყეთ საქართველოში და საკმაოდ ბევრი პაციენტია უკვე მკურნალობა და შედეგები განხილვას დავიწყეთ დაახლოებით 9 წლის მერე. იმიტომ რომ პირველი მიზანი რაც არის გამანაიფის, ეს არის ის, რომ სიმსივნის, თქვათ, თუ სიმსივნეზე საუბარი, მისი ზრდის კონტროლის შეჩერება, მეორე ეტაპი არის უკვე მისი დანეკროზება და ზომებში შემცირება. ამას უკვე დრო ჭირდება და გარკვეული პერიოდი. რაც შეეხება ახლა სოფლიო სტატისტიკას, პირდაპირ გეტყვით, აი სმენის
ხმევრი ნომების შემთხვევაში ფაქტურად ოპერაციები აღარ კეთდება. წამყვან ქვეყნებს გულისხმობ ამ შემთხვევაში ამერიკა, იაპონია, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი. და ამ წამყვან ქვეყნებს შევუერთით ჩვენ ერთი წინ და ჩვენ საქართველოს. შევუერთით კი ბატონო და ეს ფუფუნება ამ ძალიან დიდი აპარატურის ფუფუნება არის და ფუფუნების გარდა თვითონ წარმოიდგინეთ რამდენი პაციენტი მიდიოდა ეს რამხელა ფინანსები რჩება ისევ ქვეყანაში, ხო ეს? ძალიან საამაყო რამ მოხდა აი ამ გამა ნაიფის გამა დანის თქვენთან დამონტაჟებით ბრავო ავერსის ჩვენ გეტყვით რომ ესე იგი ამერიკაში ყველაზე დიდი გამოფენა სადაც ტარდება სამეცნიერო ტექნოლოგიების ჩასული ვიყავი და ყველა ასე თქვა წარმოებელთან მქონდა გასაუბრება და აი სწორედ ბატონი პაატა იყო რომ იწერდა იქ პლუს მინუსებს და საბოლოოდ იმდენი პლუსი დაუგროვდა გამანაიფს რომ ერთმშელოვნად გადაწყდა ეს საკითხი რა. ჩვენ ვახსენეთ კონტროლი. დიახ. პაციენტს უწევს კონტროლზე მისვლა. ნუ ძალიან რთულია რა თქმა უნდა უცხოეთში წასვლა ადგილზე. რა სიხშირით ტარდება ისე მაგალითად კეთილთვისებიან სიმსივნეებში ნახევარი წლის ზევით, ნუ და ზომებიდან გამომდინარე შეიძლება ნახევარი წელიდან 1 წლის მერე ურჩიო საკონტროლო მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფია. რაც შეეხება მეტასტაზების შემთხვევაში, ან ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში, მანდ უკვე 2 თვეს 2 თვე არის შუალედი. ანუ ყოველ 2 თვეში თუ ჩარევიდან 2 თვის მერე პირველი კონტროლი ხდება და იმის შედეგის მიხედვით. რამდენად არის ხოლმე კომბინირებული თერაპია ამ დროს, აი ქიმიოთერაპიისა და გამანაიფის ჩარევის კომბინაცია თუ არის ხოლმე? მეტასტაზების შემთხვევაში მეცაც გეტყვით, არა მარტო ქიმიოს, არამედ შესაძლებელი სხიური თერაპიის და გამანაიფის თანხვედრა ხოლმე და ეს უკვე გააჩნია კონკრეტულ შემთხვევებში ეს უკვე საუბარი. ერთობლივად ხდება ეს გადაწყვეტა საკითხების და კოოპერაციაში ვართ ყველა წამყვან სპეციალისტთან. მათ შორის აი სიძაღვანი მალფორმაციები, შესაძლებელი ენდოვასკულარულად დახურო გარკვეული ნაწილი და მე გააკეთო ჩაატარო გამანაიფი. ამ პირიქით ჯერ გამანაიფის თქვათ ეხა არის როგორ გითხრათ აი მოცულობითი დაყოფა ხდება ხოლმე. ადრე რო განუყურნებელ მალფორმაციებად ითვლებოდა, დღეს მათი 60-70% განკურნება შეიძლება გამანაიფის და ენდოვასკულარული ნეიროქირურგიის თანხმედრის საშუალებით. ნებისმიერ ჩარევას აქვს თავის ჩვენება და თავისი უკუჩვენება. აი გამანაიფის შემთხვევაში რა არის ეს უკუჩვენება? როდის არ შეიძლება? მაგალითად კითხავთ ორსულებში როგორ ხდება პატარა ბავშვებში? და ძალიან კაი კითხვაა, დიახ. როგორ არის ის დათვლილი არის ძალიან ბევრი კვლევები არის ჩატარებული ექსტრაკრანიალური დოზები, იმიტომ ეს ხო დასხივება რადიაციაა ხო ჩვეულებრივი და გამანაიფი როგორც აგიხსენით, იქვე ამთავრებს პრობლემას სამიზნეში. ანუ თავის გარეთ დოზები არ გამოდის. ამიტომ თვითონ თავის ზომიდან გამომდინარე ბავშვებში 1 წლის წინახევრის ზევით შესაძლებელი უკვე ჩავატაროთ და ასე მეცადეთ ორსულებშიც კი შესაძლებელია ჩატარება გამანაიფის. რაც წარმოუდგენელია სხვა ტიპის აპარატებისთვის. რამდენად შესაძლებელია ონკოლოგიური ნეიროქირურგია სრულიად ჩანაცვლდეს გამანაიფის გამოყენებით და რამდენად არის ეს შეჭიდული ადრეულ დიაგნოსტიკასთან რა თქმა უნდა დაკავშირებული და ბევრ პრობლემას მოვაგვარეთ ძალიან ადრე, ისე რომ აღარ დაჭირდება ჩარევა ქირურგიული, თუმცა როგორც აღნიშნეთ, თუ კი არის გამოხატული ძიმე ნევროლოგიური სიმპტომატიკა უკვე სიმსივნის ზომებიდან გამომდინარე, მაშინ სამწუხაროდ ის მოითხოვს ექსტრემალურად, ანუ რაც შეიძლება სწრაფად ჩარევას. გამანაიფის შედეგი მაინც დროში გაწელილია, გარკვეული პერიოდი ჭირდება მას. 2 თვე, 3 თვე, ეს 2-3 თვე სამწუხაროდ ხანდახან არ გაქვს ხოლმე და გიწევს ჩარევა. ყველაფერს ვერ ცვლის, რა თქმა უნდა, მაგრამ დაახლოებით 60 სტატისტიკურად 60-65%-ს ანაცვლებს მთელი თავის ტვინის პათოლოგიების. ალბათ ეს პროცენტი დროთა განმავლობაში აი ზუსტად ამას სავარაუდოდ აი თქვა თუ ადამიანებმა დაიწყეს წელიწადში ერთხელ ან 2 წელიწადში ერთხელ თავის MRT კვლევა პროფილაქტიკისთვის ასე თქვა სკრინინგული გამოკვლევა ჩაიწერონ და აღმოაჩინა თავის ტვინის სიმსივნე ძალიან მცირე ზომის. ამ შემთხვევაში აცდება თუ არა პაციენტი ქირურგიულ სავარაუდოდ აცდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არის კიდე კვლევები, აი ზუსტად 2 დღის წინ ვიყავი, საგვარად დიდი კონგრესი იყო, სადაც აი ვებერ თელაკვლევა ჩაატარეს, წარმოადგინეს, მაგალითად თავის ტვინის მენინგიომები. ხო, ეს გარსის სიმსივნეებია და ჩვენთან შეხედულება იყო, რომ აი მაგალითად არ ჭირდება ჩარევა თუ პატარა და დავაკვირდეთ და ის, მაგრამ თუმცა 2-4 მმ, 90%-ზე მეტის ზრდა არის წელიწადში. ანუ რისთვის ელოდები? გამიგეთ, ანუ ზრდა, ხო, სანამ პატარა პრობლემა, მარტივია მისი გადაჭრაც. ხო, დიდია პრობლემა, რთულია გადაჭრა. ეს მარტივი ლოგიკა არის, ასე ვთქვათ, ამ სიტუაციაშიც
არა, ეს ძალიან გადასარევი მიდგომა, იმიტომ რომ დიდი ოპერაციები კეთდებოდა ღია წესით, ნეიროქირურგიული, ძალიან სერიოზული აღდგენითი პერიოდი, სერიოზული მოსამზადებელი პერიოდი და ცალკე კიდევ სტრესი, რასაც პაციენტი გადიოდა მთელი ამ ქირურგიული ჩარევის განმავლობაში. და მეორადი გართულებები. აი მაგის თქმა მინდა მათ შორის ინფექცია. ნახეთ, ნებისმიერ ნეიროქირურგიულ ჩარევას ოპერაციას აქვს თავის გართულებები. სტატისტიკა როგორი არის? ხო, თავის ტვინზე 0.5%. აი ეს არის ლეტალური გამოსავალი, მარტივად რო ვთქვა, ხო? ესე არის. ამას ვერ გაიქცევ, ესე დათვლილი და თადგა ეს ჩემი მედიცინაზე და მტკიცებულებითი მედიცინა არსებობს, ხო? ეს ხო ჩვენი მოგონილი არ არის და ჩვენი სიტყვები. ინფექციური გართულებები, სიშაქსევები თავის ტვინში, ნევროლოგიური დეფიციტის გაღრმავება, რა, ბევრი ისინი ეს საბოლოო ჯამში დაახლოებით 20-25%-მდე არის სხვადასხვა ტიპის გართულებები. და კერძო და კონკრეტული დაავადების მიხედვით ეს პროცენტები რა თქმა უნდა ცვალებადი არის კი. მათ შორის მხედველობის ნერვის ატროფია. კი ბატონო, რა თქმა უნდა, საკმაოდ ხშირი არის, ჩვენ მოდიან გვიან ხოლმე და სად უნდა მოვიდეს პაციენტი, რომ ძალიან მარტივი ნახოთ მოსაგნებია. და რა გზა უნდა გაიაროს, თქვათ, აი ამ ჩარევამდე. პირველი უნდა კონდეს თავის ტვინის მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფიის დადასტურებული, რომ არის რაღაც თავის პრობლემა. და თუ თავის ტვინის პრობლემა არსებობს, მაშინ ავერს კლინიკაში ნებისმიერ დროს შეუძლია მოგვართოს ჩვენც. მნიშვნელოვანია აი მეტასტაზების, მკურნალობის საკითხი, იმიტომ კიდევ ვიძახი, აქ არის საუბარი ხარისხიანი სიცოცხლის გაგრძელება, გესმით? გაკეთებული აქვს ქიმიო, გაკეთებული აქვს სხიური თერაპია, რამოდენიმე თარგეტული თერაპია, ყველაფერი ჩატარებულია, ხო? ამოიწურა და გამოჩნდა პრობლემები. რას ვაკეთებთ? აღარ არის გზა, მაგრამ ამ დროს აქვს გამანაიფი. გამანაიფი გააკეთე ერთხელ, გავიდა თქო 6 თვე ახალი ადგილები გაჩნდა, ხო? კიდე შეკილია გააკეთო. 1 წელი გავიდა, კიდე შეკილია და ამით უხანგრძლივდება სიცოცხლე. მე მაგიტომაც ვთქვი, რომ აი 100 მეტასტაზის მქონე მელანომის მეტასტაზის მქონე მამაკაცი, რომელსაც 4 წელიწადი იცოცხლა ხარისხიანად სამსახურში მუშაობდა და ასე შემდეგ. და არის საკმაოდ ბევრი უკვე ესეთი кейსები. რატომ მხოლოდ თავი და არა სხვა სხეულის უბნები? ძალიან კარგი კითხვა ეგეც, იმიტომ რომ სიზუსტე არის აქ მთავარი. როგორც აგიხსნით, აქ სხივის ფოკუსირება ხდება და უნდა იყოს უძრავი ეს ყველაფერი. თავი არის ფიქსირებული. სხვა ორგანოების ფიქსაცია ამ დონეზე წარმოუდგენელი არის. სუნთქვის პროცესთან ერთად სუნთქვა, გულისცემა, პულსაცია, რავით, ყველაფერი პერისტალტიკა ხო? აი ნაწლავისთვის მაგათ ფუნქციური MRI, რომელიც სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არის საქართველოში, ანუ ის მოძრაობაში იჭერს, ასე ვთქვათ, შენს ამ სიმსივნეს და ვთქვათ, ასხევს იმ მომენტში მხოლოდ. სხვა მომენტში გაჩერებული, მაგრამ ეს კატასტროფულ ფინანსებთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა და თუმცა იმედია მალე ესეც იქნება საქართველოში. კი. შვენიერი, მოკლედ ავერსის კლინიკა ყოველ ჯერზე ახალ და ახალ უახლეს ტექნოლოგიებს თავაზობს ჩვენს მოსახლეობას. რა თქმა უნდა, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, ეს სერიოზული წინ გადადგმული ძალიან მაგარი ნაბიჯი, მე ასე ვფიქრობ. და ასევე სამედიცინო ტურისაც მოიმსახურება უახლოესი ქვეყნებიდან, უკვე დაიწყო თქო სომხეთიდან რამოდენიმე ზარი, ანუ მარკეტინგის ამბავია მხოლოდ ეს უკვე და და ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ჩვენს მოსახლეობას ადამიანებს, ვისაც გარკვეული პრობლემები აქვთ, ჩაესახა იმედის დაფერწყალი, ასე რომ ეთანხმებით. მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავს ავერსი. დიდი მადლობა ბატონ ლაშას. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ავერსის კლინიკის ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნეიროქირურგი ბატონი ლაშა ბაქრაძე და ჩვენ ვსაუბრობდით გამა ნაიფის გამოყენების თაობაზე. ახლა კი იმუნიტეტში რეკლამის დროა. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ, როგორ გავხადოთ ანტიბიოტიკოთერაპია უსაფრთხოდ. იმუნიტეტი რეკლამის შემდეგ იმედის ეთერში დაბრუნდა. და რა გავლენას ახდენს ანტიბიოტიკების მოხმარება ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და რა უნდა ვიცოდეთ მაშინ, როცა ანტიბიოტიკების მიღება გარდაუვალია. ამ თემაზე სასაუბროდ დღეს სტუდიაში მოვიწვიეთ ივანე ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ქალბატონი ეკა ყიფიანი და საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma's პროდუქციის მენეჯერი თამარ ნანობაშვილი. და სანამ სტუმრებთან ვისაუბრებთ,
რა თქმა უნდა, ჩვენს მაყურებელს უნდა შევახსენოთ ჩვენი სპონსორებისა და პარტნიორების შესახებ. გადაცემის სპონსორია GM Pharma. ის წარმოადგენს საერთაშორისო მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებს და საქართველოს GMP-ს სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharma ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ნინა წყალი, ეს ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით. წყალი მთის არის ზუსტად ის წყალი, რომელიც არ შეიცავს ბრომატს, არის სასარგებლო თქვენი ჯანმრთელობისთვის. თუ გინდათ, რომ შეიგრძნოთ სიცოცხლის და ცხოვრების სრულყოფილება, მაშინ უნდა დალიოთ წყალი მთის, რომელიც შეიცავს 0% ბრომატს. რამდენად მნიშვნელოვანია წყლისმა და ასევე იმის ცოდნა თუ როგორ წყალს ვსვამთ, წყალი მთის მინერალური ნატურალური წყალია, რომელიც არ შეიცავს ბრომატს. მთის წყლის ტექნოლოგიური თვისებები და ხარისხი გარანტირებულია საერთაშორისო სტანდარტებით. და ჩვენი გადაცემის პარტნიორის ჯავრიშვილის კლინიკის შესახებ ისევ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, სადაც კატარაქტის მკურნალობაში ოფთალმიჯი იყენებს მხოლოდ ამერიკული კომპანია ალკონის პრემიუმ ხარისხის და ცვირადღირებულ ბროლებს. კლინიკის გადაწყვეტილებით ალკონის ბროლები გამოიყენება საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში პაციენტებისთვის დამატებითი გადასახადის გარეშე. სტუმრებს ვთხოვ სტუდიაში. ვთხოვ. მოგესალმებით. წყალი პირველ რიგში ჰიდრატაცია. გთხოვთ? მადლობა. მადლობა. ქალბატონო ეკა. საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ. ეს არის ანტიბიოტიკების შედეგად განვითარებული დიარეა. ანუ ყველა ის პრობლემა, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის რაღაც მუშაობის აშლილობასთან და მოდით ზოგადად მაყურებელს რომ ვუთხრათ, ეს არის არა მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ანუ ჭარბი რაოდენობით ანტიბიოტიკების მიღება, არამედ ზოგადად მთელ მსოფლიოში ეს პრობლემა დგას. რატომ არის ეს საკითხი ასეთი აქტუალური? მოგესალმებით. ნოემბრის ბოლო კვირა ეს არის ანტიბიოტიკების ინფორმაციის შესახებ გავრცელების კვირა, ამიტომ ძალიან აქტუალური საკითხია თქვენს მიერ წამოჭრილი. ზოგადად დიარეა ეს შედის პირველ ხუთეულში, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში ჰოსპიტალიზაციის ერთ-ერთი მთავარ მიზეზს, როგორც გამომწვევი და მიზეზი და რასაკვირველია ჩვენ ვერაულით გვერდს, რომ ვისაუბროთ ანტიბიოტიკი როგორც ერთ-ერთი გამომწვევი ან ეს გამშვები ფაქტორი აი ამ მდგომარეობის. რაც შეეხება უშუალოდ ანტიბიოტიკებს და მასთან დაკავშირებულ ძალიან სერიოზულ პრობლემებს, ძალიან საყურადღებოა ციფრი, რასაც ასახელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ეს არის 700,000 წლიურად გარდაცვალებულთა რიცხვი ანტიბიოტიკ რეზისტენტობის გამო. არავის შეშინებას არ გეგმავთ რასაკვირველია, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რას გულისხმობს რეზისტენტობა. ეს გულისხმობს სწორედ იმას, რომ გარკვეულ მდგომარეობებში ჩვენ უკვე აღარ გვაქვს ხელთ ანტიბიოტიკი, რომელიც აი ამ მიკრობს დაამარცხებს. ხო, ყველაზე მარტივი ახსნა ალბათ ეს არის. გამომწვევი ამ ყველაფრის, რამაც შეიძლება ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა და კიდევ უფრო არა კეთილსაიმედოა პროგნოზე ამ მხრივ ალბათ თუ რაღაცებს არ შევხედავთ უფრო ყურადღებით, ეს არის სწორედ ის, რომ არამიზნობრივად ხშირ შემთხვევაში და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არ მოყვარს ხოლმე რაღაც ჩვენ ჭრილში მხოლოდ საუბარი. 50% შემთხვევაში მთელ მსოფლიოში ანტიბიოტიკების გამოყენება არის არამიზნობრივი, რაც გულისხმობს იმას, რომ ვიღებთ იმ დროს, როდესაც რეალურად მის საჭიროება არ დგას და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ასევე რეზისტენტობას განაპირობებს, ეს არის არასწორი ხანგრძლივობით მისი გამოყენება ან არასწორი დოზით. ეს სამი ფაქტორია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს რეზისტენტობა, რაც გულისხმობს, რომ არ დავრჩეთ ანტიბიოტიკის გარეშე, რომელმაც მოგვიყვანა აქამდე, ხო? შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აი დადგა საჭიროება ანტიბიოტიკოთერაპიის და სხვა გზა არ არის, ასე ვთქვათ. რა ვშვებით ამ დროს, რითი შეიძლება მაქსიმალურად შევამციროთ ანტიბიოტიკების ის უარყოფითი ეფექტი, რასაც ახდენს ორგანიზმზე? ანტიბიოტიკი
სიტყვაც ესე ნიშნავს, ხოლო საწინააღმდეგო სიცოცხლის და ის კლავს არამხოლოდ იმ ვერაგ ბაქტერიას, რომელიც არის გამომწვევი ამა თუ იმ მდგომარეობის, რის გამოც ის ინიშნება, არამედ ის კლავს ჩვენ მეგობარ მიკრობიოტას ეხება, მეგობარ ბაქტერიებს, რასაც ვეძახით. შესაბამისად, მთელი რიგი პრობლემები არის ხოლმე სწორედ ამ საკითხთან ასოცირებული, ამიტომ ერთ-ერთი ძალიან ისეთი საყურადღებო მომენტია სწორედ ანტიბიოტიკთან ასოცირებული დიარეა და მოწოდებულია, ძალიან ბევრი ნიუანსი აქვს გასათვალისწინებელი, ხო, მაგალითად არის ასაკი, 2 წლამდე ასაკში ვიცით, რომ უხშირესი აი ამ დიარეის გამომწვევი შეიძლება იყოს კლოსტრიდია, რომელიც საკმაოდ ვერაგი მიკრობია, რომელიც თავისებურ მკურნალობას საჭიროებს და ძალიან საყურადღებოა, რომ ამ ხრივ გართულებას ჩვენ ველოდებით არაუშუალოდ მაინდა-მაინც ანტიბიოტიკის მიღების პროცესში. იმ დროს დარღვეული მიკროფლორის შემდეგ 3 თვის მანძილზე შესაძლებელია, რომ სწორედ ეს მდგომარეობა დადგეს და ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება ხოლმე. მაყურებელს მინდა რომ ავუხსნათ, რა არის ეს მიკრობიოტა, რატომ არის ეს ბაქტერიები სასარგებლო და რას უკეთებენ კარგს ორგანიზმს, იმიტომ რომ ბაქტერია, ყველას ნეგატიურ ჭრილში აქვს ამ სახელის აღქმა და მინდა რომ მაყურებელმა გაიგოს, რას აკეთებს მეგობარი ბაქტერიები ჩვენს ორგანიზმში და რომ ის ძალიან დიდი რაოდენობით არის. სხვადასხვა ადგილზე ცხოვრობენ ჩვენთან ერთად. ნამდვილად. ყველაზე დიდ ორგანოს ესე განიხილებენ დღეს, როგორც ყველაზე დიდ სისტემას ადამიანის ორგანიზმში და დღეს პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, თუ თანამედროვე მედიცინაზე ვსაუბრობთ, ეს არის ტრენდი. ტრენდი, რომელთანაც მილიონობით კვლევა ყალიბდება, ტარდება, მიმდინარეობს და რატომ? ჭრილი მთავარი, რაც მას გაიდლაინად მიყვება, ეს არის, რომ აბსოლუტურად ყველა ორგანოთა სისტემა არის დაკავშირებული სწორედ მიკრობიოტასთან. ამიტომ ის არის ერთგვარი გასაღები. მარტივ ენაზე რო ავხსნათ, მშობელი, რომელიც ყველაზე ხშირად ჩივის, რომ ბავშვი ხშირად ავადობს. პირდაპირ კორელაცია შეიძლება იყოს დისბიოსთან, ანუ არა ჯანსაღ მიკრობიოტასთან, რომელსაც შესაძლებელია რაიმე მხრივ დახმარება სჭირდებოდეს. ცენტრალური ნერვული სისტემა, ჩვენ ვიცით, რომ საკომუნიკაციო ენას ეძახიან, იმდენად არის დაკავშირებული კუჭნაწლავის მიკრობიოტა თავის ტვინთან, ხო? ამიტომაც არის ძალიან აქტუალური დღეს საკითხი ჩართვა თუნდაც პრებიოტიკის და პრობიოტიკების ან მათი კომპლექსის, იგივე აუტიზმის მდგომარეობის დროს, იგივე ჰიპერაქტიულობის სინდრომის დროს, ეს უფრო რაც ძალიან ამარტივად ხვდებათ ადამიანებს ყურში. წლების წინ თუ ჩვენ საუბრობდით, რომ მიკრობიოტა, მიკროფლორა, სხვადასხვა სახელებით, წოდებით იყო ის დაკვირვებული. ეს იყო ასოცირებული უშუალოდ კუჭნაწლავის ტრაქტში მიმდინარე პროცესებთან, დაავადებასთან, სიჯანსაღესთან. დღეს ეს არის აბსოლუტურად დაკავშირებული ყველა ორგანოთა სისტემასთან. ამიტომ მის სწორად ფუნქციონირებას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ყველასთვის და განსაკუთრებით ბავშვის ჯანმრთელობისთვის. აირია სისტემა. დაიწყო დიარეა, განგაშის ზარი. როგორ მოვიქცეთ? გავმარტოთ მარტივად დიარეა, ხო? როდის მივხვდეთ, რომ საერთოდ საქმე გვაქვს დიარეასთან. 3 ფაქტორია ძალიან მნიშვნელოვანი, რაც პრაქტიკული რჩევა იქნება ალბათ მაყურებლისთვის. ეს ერთი, რომ 3 და მეტი უნდა იყოს ნაწლავთან მოქმედება 24 საათის განმავლობაში. მეორე, რომ აუცილებელია შეიცვალოს კონსისტენცია ფეკალიების, ანუ განავლის, შეიძლება იყოს ძალიან წყლის შემცველი მონელები, განსხვავებული მისი ზოგადად ნორმალური მდგომარეობისგან. და მესამე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მოცულობა. განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებში. თუ ჩვენ ამ 3 პარამეტრს ხედავთ, კი, ეს განგაში ზარია, იმიტომ რომ აქ უკვე საქმე გვაქვს დიარეასთან. ჩვენ თუ ჭრილში ვისაუბრებთ როგორც მწვავე დიარეასთან, იმიტომ რომ ქრონიკულ დიარეას კიდე სხვა ასპექტები აქვს, ხო? მწვავე მაგალითად, როგორი მაგალითიც არის ანტიბიოტიკ ასოცირებული დიარეა, ამ შემთხვევაში რეკომენდირებული არის კი პარალელურ რეჟიმში პრობიოტიკის დანიშვნა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ვსაუბრობთ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ასევე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია წინა პერიოდი, მაგალითად წინა ანტიბიოტიკოთერაპიის დროს, როგორ მიიღო ბავშვის ორგანიზმმა ესა თუ ის მედიკამენტი და აქ ასევე მნიშვნელოვანი ნიუანსია ზოგადად რომელი ჯგუფის ანტიბიოტიკს ვიყენებთ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, გარკვეულ ჯგუფს ძალიან ისეთი მავნე მოქმედება აქვს სწორედ მეგობარ ბაქტერიებს. რა განსხვავება პრებიოტიკებსა და პრობიოტიკებს შორის, იმიტომ რომ ძალიან ბევრისთვის ერთ და იგივეა. ხო.
ყველაზე მარტივი და გასაგებენაზე განმარტება ალბათ იქნება, რომ პრებიოტიკი ეს ნიადაგია, პრობიოტიკი ეს არის, რომელიც მასზე აღმოცენდება. მისაღები თვალსაზრისით ჩვენ საუბრობთ პრობიოტიკზე, რომელიც აი ნიადაგზე უკვე შექმნილი და ჩამოყალიბებულია. არსებობს უბრალოდ მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ, რამდენად ხარისხიან პრეპარატთან გვაქვს საქმე ეს ერთი და მეორე, ჩვენ თუ საუბრობთ დიარეაზე, როგორც ერთ-ერთ საგანგაშო ნიშანზე, განსაკუთრებით ჩვილასაკში, როდესაც ჩვენ ვიცით მთავარი რისკი რა არის, ხო? სითხის დაკარგვა. დეჰიდრატაციის რისკი, რაც უფრო მცირეა, რაც უფრო მცირე წონა აქვს, მით უფრო მნიშვნელოვანია და მით უფრო საგანგაშო შედეგამდე შეიძლება დადგეს. შესაბამისად, უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ექიმის მიერ სწორი მედიკამენტი, რომელსაც აქვს თავის შენახვის პირობები, იმიტომ რომ ეს ცოცხალია, ხო, ჩვენ რაზეც საუბრობთ, ახლა ამიტომ არის უნიკალური. აი ამ ნიუანსების გათვალისწინებით დიარეას მართვა ჭირდება. ჭირდება პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, რეჰიდრატაციით, რაც უფრო მალე ვიწყებთ ამ რეჰიდრატაციას, ეს არის მით უფრო კარგი. და რეჰიდრატაცია მხოლოდ რაღაც ბანალურად წყალს არ გულისხმობს, ხო? იქ საუბარია უკვე მიკროელემენტების შემცველ სპეციალურ ხსნარზე. და რაც უფრო მალე მით უკეთესი. საშიშროების ნიშანი ნებისმიერ ასაკში, რომლის დროსაც დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმთან ვიზიტი, ეს არის პირველი, როდესაც ბავშვი ხდება მივარნილი, აღარ თამაშობს, არ უნდა საკვები, უნდა სულძილი, ანუ მისთვის უჩვეულო მდგომარეობა. მეორე, თუ ეს მისი ფაღარათი პლუს ღებინება გრძელდება 2 დღეზე მეტხანს, არაფერს არ ველოდებით და მესამე, ეს არის აბსოლუტური უარის თქმა. თუნდაც პირველივე საათები იყოს სითხეზე და საკვებზე. დღეს ჩვენთან სტუდიაში არის წარმოდგენილი ძალიან მრავალფეროვანი პროდუქცია და ამ შემთხვევაში მე კითხვით გადავალ ქალბატონ თამართან. ქალბატონ თამარ, როგორც ყოველთვის, GM Pharma არის ძლავრად წარმოდგენილი ჩვენ სტუდიაში. თქვენ ახსენეთ მიკროელემენტები და ის ელექტროლიტები, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. როგორც ვიცი, GM Pharma გამოირჩევა სწორედ ასეთი პროდუქციით, რომელიც არის მრავალფეროვანი. თქვენ როგორც GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი, რას გვთავაზობთ დღევანდელ დღეს? კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ნამდვილად GM Pharma სწორად ახსენეთ, რომ GM Pharma-ს ფართოდ აქვს წარმოდგენილი, ესე ვთქვათ, პრობიოტიკული მიმართულება. აქ მოიძებნება პროდუქტები GM Pharma-ს ამ ტიპის პორტფოლში, სადაც ნახავთ როგორც პედიატრიული ასაკის პაციენტებისთვის უფრო კომფორტულად მისაღებ ფორმებს, ისე მოზრდილებისთვის და სწორად ბრძანეთ სხვადასხვა საკვანძო რგოლზე მოქმედი ფარმაცევტული პროდუქტები, ეს იქნება პრეპარატები თუ საკვები დანამატები. მე აბსოლუტურად დავეთანხმები ეკას, რომ ნამდვილად ანტიბიოტიკორეზისტენტობა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ანტიბიოტიკოთერაპიაზე, როცა ვსაუბრობთ და მას მოსდევს მეორე პრობლემა, ეს არის ის გვერდითი ეფექტები, რომელსაც იწვევს ანტიბიოტიკოთერაპია და უკვე ახსენა ეკამ ნაწლავური მიკრობიოტის ბალანსის დარღვევა, ხო? ანუ იმ კარგ და ცუდ მეგობარ ბაქტერიებს შორის ბალანსის დარღვევა, რომელიც ჯანმრთელ, პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანის ნაწლავში მუდმივად არის. ტრილიონობით ბაქტერია ცხოვრობს ჩვენთან ერთად და ცალკე ორგანოდაც კი განიხილავენ დღეს მას. ზოგადად არჩევანი პრობიოტიკების და მსგავსი ტიპის ფარმაცევტული პროდუქტის დღეს ძალიან დიდია და აფთიაქში შესულ მომხმარებელს დახვდება სხვადასხვა დასახელებით, სხვადასხვა წარმოების მედიკამენტები თუ საკვები დანამატები. თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, როგორ ავარჩიოთ სწორად კარგი პრობიოტიკი და პრებიოტიკის შემცველი საკვები დანამატი თუ სამკურნალო საშუალება და აქ მნიშვნელოვანია რამოდენიმე ფაქტორი. ერთი, დღესდღეობით მედიცინა აღარ განიხილავს პრობიოტიკულ შტამებს ერთ ჭრილში და მათ ერთ საერთო ქვაბში არ ხარშავს და არსებობს ინდივიდუალური მიდგომა ყოველი კონკრეტული შტამის მიმართ. ანუ ის, რომ პრობიოტიკია ცალკე აღებული არაფერს ნიშნავს, უნდა ვიცოდეთ კონკრეტულად რომელ შტამებზეა საუბარი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია არსებობს თუ არა ამ შტამებზე ჩატარებული კლინიკური კვლევები, რომელიც ადასტურებს მის ეფექტურობას და უსაფრთხოებას. ერთი ეს, ანუ რომ ვიცოდეთ კონკრეტულად რომელი შტამებია ამა თუ იმ პროდუქტში. მეორე, შტამების რაობასთან ერთად მნიშვნელოვანია შტამების რაოდენობა. იმიტომ რომ აი ეკამ კარგად ახსენა, ეს არის ცოცხალი მიკროორგანიზმები, ხო? ისინი უნდა გამრავლდნენ, გააგრძელონ ცხოვრება ჩვენს ნაწლავში, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი
რაოდენობრივი მაჩვენებელიც, რადგან ეს კოლონიზაციის პროცესი უფრო სწრაფად და ეფექტურად წარიმართოს და მესამე წარმოების ხარისხზეც ნამდვილად ყურადსაღებია, იმიტომ რომ პრობიოტიკები მაინც განსაკუთრებულად სათუთი მიმართულება, რადგან ცოცხალ მიკროორგანიზმებს ეხება და აქ სტანდარტები წარმოების არის ძალიან მაღალი. ერთის მხრივ ანუ რთული ამოცანა აქვს წარმოებას, ერთის მხრივ ეს ბაქტერია უნდა შეინარჩუნოს როგორც ცოცხალი და მეორის მხრივ ის უნდა იყოს გამძლე გარემოს სხვადასხვა არახელსაყრელი ფაქტორების მიმართ. რამდენად აუცილებელია რომ შენახვის პირობები არ იქნას დარღვეული. კი ბატონო, არსებობს პრედაპრობიოტიკების საერთაშორისო ასოციაცია, ესეთი რომელსაც თავისი კრიტერიუმები აქვს ჩამოყალიბებული და იქ ერთ-ერთი წესი არის, რომ კარგი ხარისხის პრობიოტიკი არ უნდა საჭიროებდეს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს, ანუ ოთახის ტემპერატურაზე იქ არსებული ეს ბაქტერიები უნდა იყოს მდგრადი, ასე ვთქვათ. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი მდგრადი იყოს კუჭის მჟავა გარემოს მიმართაც, იმიტომ რომ ვიდრე სამიზნე ორგანოში მოხვდებიან, მათ ეს აგრესიული ბარიერი აქვთ გადასალახი კუჭის მჟავიანობის სახით. რაც შეეხება პრობიოტიკულ მიმართულებას, პრედაპრობიოტიკების მიმართულებას, გვაქვს წარმოდგენილი ორი მსხვილი ბრენდით, ეს არის ლაქტოჯის ბრენდი და კოლერინის ბრენდი. უკაცრავად ეს ურეცეპტო პრეპარატები. ყველა არის ურეცეპტოდ გასაცემი, ლაქტოჯი ფორტე გახლავთ კაფსულირებული ფორმა, რომლის თითო კაფსულა შეიცავს 5 მილიარდ ცოცხალ კოლონია წარმოქმნილ ერთეულს ლაქტოდა ბიფიდობაქტერიისა და უნიკალურია იმ მხრივ, რომ ის გარდა ამ პრობიოტიკული შტამებისა პრებიოტიკსაც შეიცავს, ანუ საკვები ნიადაგით თან მიყვება ამ მეგობარ ბაქტერიებს. შეგვიძლია მისი გამოყენება ნებისმიერ ასაკში, თუმცა პედიატრიულ ასაკში, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მოსახერხებელია გამოშვების სხვანაირი ფორმა, ეს არის. აი სახში აქვს ლაქტოჯი, ვერ ახერხებს გასვლას. ის კაფსულებშია, ბავშვი პატარაა, დაეწყო დიარეა. რამდენად ინარჩუნებს თავის კაფსულას არ გადაგიყვება ხო 2 წლის ბავშვი. აი ამის გახსნა თუ შეიძლება სითხეში და ამ ფორმით მიცემა, რამდენად გაუძლებს იმ მჟავიან ბარიერს, რაც მოუწევს კი ბატონო, კაფსულის გახსნა, მისი ნეიტრალური მჟავიანობის სითხეში და ოთახის ტემპერატურის არა ძალიან ცხელი, არა ძალიან ცივ სითხეში გახსნა და ისე მიწოდება არის აბსოლუტურად დასაშვები. კი ბატონო. თუმცა თუ კი პაციენტს აქვს საშუალება და მშობელს ამ შემთხვევაში რომ თქვათ შეიძინოს უფრო მოსახერხებელი ფორმა პედიატრიული ასაკისთვის, მაგრამ ხომ არის რომ ვერ ტოვებ ბავშვს. კი, რა თქმა უნდა, არსებობს ურგენტული სიტუაციებიც, აქ შეიძლება ნამდვილად ანოტაციის მიხედვითაც 2 წლამდე ასაკში 1 კაფსულაა დოზირება, თუმცა ამ ასაკში ალბათ უფრო რეკომენდებული იქნება ლაქტოჯი კიცის ფორმა, რომელიც სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი სიმბიოტიკია, ის გარდა პრედაპრობიოტიკისა შეიცავს ასევე ბეჯგუფის ვიტამინებსაც. დიახ, შეიცავს ბეჯგუფის ვიტამინებსაც, ბეჯგუფის ვიტამინების როლი ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის, მისი ნორმალური ზრდა განვითარებისთვის ყველასთვის ცნობილია და ვთქვათ ლაქტოჯი კიციც შეგვიძლია რომ მივცეთ, მას აქვს ესეთი საინტერესო ფლაკონის ფორმა, რომელსაც თავსახური აქვს, თავსახურზე ხელის დაჭერით, კი ბატონო, კაფსულა გაიხსნება სითხეში და მზად არის მისაღებად. ეს რაც შეეხება იგივე ვთქვათ თუ საუბრობთ ანტიბიოტიკოთერაპიასთან ასოცირებული დიარეის პროფილაქტიკას, რომ ჩვენ ანტიბიოტიკის დაწყებიდან პირველივე დღიდან მივეხმაროთ ნაწლაურ მიკრობიოტას მოზრდილი იქნება თუ ბავშვი. თუმცა უკვე განვითარებული დიარეის შემთხვევაში, მათ შორის ანტიბიოტიკ ასოცირებული დიარეის შემთხვევაშიც არსებობს კონკრეტული პრობიოტიკული შტამები. ნებისმიერი სხვა შემთხვევაში განვითარებული დიარეის შემთხვევაში შეგვიძლია მივიღოთ ეს პრეპარატები. კი ბატონო, აბსოლუტურად თუნდაც გეთანხმებით. ინტოქსიკაცია. კვებითი ინტოქსიკაციით გამოწვეული, კი ბატონო. ამიტომ ნებისმიერი ეტიოლოგიის დიარეის დროს შეგვიძლია რომ ეს პროდუქტები გამოვიყენოთ და დიარეის დროს აი განსაკუთრებით მაღალი მტკიცებულებებით გამოირჩევა ერთი უნიკალური შტამი, ბულარდის საქარომიცეტი. ეს არის საფუარა სოკო, რომელიც კლასიკური გაგებით პრობიოტიკი არ არის, იმდენად რამდენადაც ის ბაქტერია არ არის, მაგრამ თავისი სარგებლის მიხედვით მასპინძელი ორგანიზმისთვის იგივე სარგებელი მოაქვს, რასაც პრობიოტიკული შტამები და შესაბამისად მას ლიტერატურაში როგორც პრობიოტიკს ისე მოიხსენიებენ. და აი სწორედ კოლერინი და კოლერინის ჰიდრო გახლავთ ბულარდის საქარომიცეტების შემცველი საკვები დანამატები. კოლერინი არის მხოლოდ ბულარდის საქარომიცეტი კაფსულის სახით 250 მგ. იწარმოება გერმანიაში ჩვენი ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორის ველდფარმას მიერ, ხოლო კოლერინის ჰიდროც შეიცავს საქარომიცეტის ბულარდს, მაგრამ ამასთან ერთად შეიცავს აი ელექტროლიტებს, მინერალებს და მიკროელემენტებს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია. მაყურებას რაში ჭირდება პაციენტს საქარომიცეტის სულფატი.
განსაკუთრებულად მკვეთრად გამოხატული დიარეის საწინააღმდეგო მოქმედება. და ის ნებისმიერი ეტიოლოგიის დიარეის დროს, ეს იქნება ვირუსული დიარეა, კვებითი ინტოქსიკაციით გამოწვეული რომელიმე ინფექციური აგენტი თუ ანტიბიოტიკ ასოცირებული დიარეა, ყველა შემთხვევაში ეფექტურად და სწრაფად ახდენს დიარეის კუპირებას. ნულოვანი ასაკიდან ინიშნება კაფსულის ფორმა, რაც შეეხება კოლერინ ჰიდროს, ეს არის პაკეტის ფორმა, რომელიც წყალში იხსნება და ჩვენ ერთდროულად კოლერინ ჰიდროთი ვაძლევთ როგორც დიარეის საწინააღმდეგო მოქმედების პრობიოტიკს, ისე ელექტროლიტებს და მინერალებს რეჰიდრატაციისთვის. კი ბატონო, იხსნება ერთი პაკეტი ერთ ჭიქა გრილ წყალში, აქვს ძალიან სასიამოვნო გემო, კერძოდ ჟოლოს გემო აქვს. ამ შემთხვევაში კოლერინის ჰიდროს მიღება ბავშვთა ასაკშიც ძალიან სასიამოვნოა. ასე რომ თუ ჩვენ საუბრობთ საპროფილაქტიკოთ მიღებაზე, ანტიბიოტიკის პარალელურად ლაქტოჯიფორ და ლაქტოჯიკიტში შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში და უკვე განვითარებული დიარეისთვის კოლერინი და კოლერინი ჰიდრო ერთის მხრივ რომ სწრაფად მოხდეს დიარეის კუპირება და მეორეს მხრივ მინერალების და ელექტროლიტების ბალანსი დროულად იქნას აღდგენილი. და გიორგი, ყველაფერი ძალიან კარგი რაღაცებიც მთავრდება და ჩვენი გადაცემას დღეს დამთავრდა. ზუსტად ერთ კვირაში 16 საათზე შევხვდებით იმედის ეთერში გადაცემა იმუნიტეტში. გვიყურეთ და აიმაღლეთ თქვენი იმუნიტეტი.